მოგესალმებით სრულიად ევრონიაში ჯორჯიას მაყურებელს. Ჩემთვის დიდი პატივია და სიხარული, რომ დღეს აი ამ მთელი ემოციების შთაბეჭდილების გაზიარების საშუალება მაქვს, რომელიც გუშინ ჩვენი მყოფებმა დარბაზში მყოფებმა განვიცადეთ. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო გუშინ, რომელსაც მე პირადად მოუთმენლად ველოდი და ეს იმედები მართლა გამართლდა, იმიტომ რომ მესამე დადგმა უკვე რიგით ამოპირის ძალიან წარმატებული და ძალიან დიდი წარმატება ხდა ამ დადგმას და შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. ძალიან ძნელია მოიკრიბო ეს მთელი აზრები, ამას ყოველთვის სჭირდება დრო, ჯერ კიდევ გააზრება, მაგრამ მე ვეცდები ახლა როგორც ადამიანი, რომელიც იცნობს ძალიან ამ კარგად ამ ოპერას და იცნობს ასევე მისი პირველი დადგმების ვარიანტებს, მაინც გავაკეთო პატარა კონკრეტული მიმოხილვა. იმის რაც გუშინ ჩვენ ვნახეთ. გუშინ საღამოს ბონის ოპერის თეატრში შედგა ეს მესამე ინსცენირება ამ ოპერის უკვე. და მისი რეჟისორი არის მაქსიმ დიდენკო, რომელიც ძალიან თანამედროვე პოპულარული რეჟისორი არის და აქედან გამომდინარე, რომ თითოეული ახალი დადგმა ყოველთვის ნაწარმოებისა და ოპერისა ყოველთვის მისადაგება სასუავრელია, მისადაგებოდეს არა მარტო ხელოვანის ხედვებს, არამედ იმ თანამედროვე პრობლემატიკას, რომელიც აქტუალური არის. სწორედ ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. ოპერა, როგორც ისეთი დაწერილი არის თემებზე, რომელიც ეხება ომის, კატასტროფის და პოლიტიკური თეატრის ელემენტების მომცველი ოპერა არის. და მართლაც ასე მოხდა, ოპერის როგორც წინა საპროგრამო პატარა სტატიაშიც იყო მითითებული, რომ ერთ-ერთი ცნობილი გერმანული მუსიკის მცოდნე, გერმანული მუსიკოსი, დრამატურგი წერდა. შეუძლებელია იყო ცოტა ის პირობითი ომი, რომელიც ამ ოპერაში არის ზოგადად ლიბრეტოს სახით წარმოდგენილი, ასევე პირობით ორმად დარჩენილი იყო, რადგანაც მისი ავტორებისათვის და მგმელებისათვის ეს უკვე ძალიან რეალურ ომის თემად გადაიქცა და იმ დღევანდელობად, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. შესაბამისად, ოპერამ და ოპერის ლიბრეტომ იცვალა ცოტა სახე. შეიტანილი იყო საკმაოდ ისეთი ცვლილებები, რომელსაც არ ველოდა, მაგრამ ძალიან გამართლებული იყო რეჟისორული კუთხით. ანუ სულ მოუთქმელად ამის გამო, ამის ხარჯზე, ამის დამსახურებით სულ მოუთქმელად ხდებოდა ნახვა და აღქმა იმ ყველაფრის, რაც პირველ მოქმედებაში ხდებოდა. ოპერა შედგება ორი მოქმედებისაგან. პირველი მოქმედება არის ეს ომის დანგრეული სამყარო და თუ კი როგორც სტურვას ლიბრეტოში ეს ომი მაინც ისეთი პირობითი წარმოსახვით ისეთი ომია, რომელიც მაინც მოქმედებას უკანა პლანზე ჩდება, ფონს ქმნის და როგორც ბოროტების ერთ-ერთი სახეა წარმოდგენილი, აქ რეალურ საომარ სცენებად გადაიქცა. მეორე მოქმედება ოპერის არის კიდევ ძალიან საინტერესო დრამატურგიული კუთხით, ზოგადად ოპერაში ეს არის ჩადგმული ოპერა ოპერაში, ირონია იმ იტალიურ ოპერაზე, რომელსაც მელოდრამატულ ოპერაზე, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ. რა თქმა უნდა, აქაც ომის თემა, ის თემა არ ქრება, აქაც მეორე პლანზე ჩნდება და ყოველთვის გახსენებს თავს შემოვარდნელი ბომბების, აფეთქებების სახით და ასე შემდეგ. და აქ ძალიან საინტერესო იყო ასევე ძალიან ბევრი რეჟისორული საინტერესო ნიუანსი, ხრიკე, თუ კი რამ, ასე იგი რეჟისორს ალბათ ნანახი ჰქონდა, მის გამოცდილებაში შედიოდა ან შეძლო სხვა დადგმული რეჟისორებისაგან გაეზიარებინა, ეს ყველაფერი ჰქონდა გამოყენებული. ან ფერვერკი იყო საოპერო რეჟისორული ოსტატობის, ულამაზესი დეკორაციები და კოსტიუმებით, რომელიც ეკუთვნოდა გალია სოლოდოვნიკოვას, ფაქტიურად აი მზღაპარში ამოგაყოფინა თავი, რომელსაც საუკუნეების მანძილზე აი საოპერო ჟანრი და საოპერო ხელოვნება ჩუქნიდა მაყურებელს. და საინტერესოა ისიც, რომ თვითონ პარტიტურაში, ანუ ლიბრეტოში ეს მოტივი, იტალიური ოპერის მოტივი არის უფრო ირონიულად, მეტი იტალიური და შარჟით გატარებული და მუსიკა ეფერება ყველაფერს. მუსიკა ნახებს თუ რამდენად ლამაზი იყო, აი ეს ხელოვნება, რომელიც ეპოქებმა შეუნახა კაცობრიობას. და საინტერესო რომ რეჟისორი, თანამედროვე რეჟისორი მაქსიმ დიდენკო, როგორც ჩანს, არის ძალიან მუსიკალური რეჟისორი და მთლიანად დიაყანჩელის მუსიკასთან ერთად აი ყველაფერი ამ სილამაზეს უსმავს ხაზს. მოკლედ ძალიან შთამბეჭდავი სანახავი იყო ეს მთლიანად მეორე მოქმედებაც და ბოლოს ეს აპოკალიფსური სურათით მთავრდება ეს ოპერა, სადაც შემოფრენილი ბომბა ანადგურებს ყველაფერს. აი საოპერო თეატრსაც, მათ მაყურებელსაც, მთლიანად სამყაროს და ბოლოს არის ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი სცენა, რომელსაც ადამიანები, რომლებიც უკვე გარდაიცვალნენ, ისინი დგებიან მთელი ეს სახიობები და მიმართავენ სამყაროს თხოვნით აპატიების ეს არის ამბობენ რომ სამყარო თეატრია, ჩვენ ყველანი მსახიობები ვართ და მოგვიტევეთ. და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეს ოპერა არის დაწერილი ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ ტექსტი
აი ეს ძალიან მცირე რაოდენობით გამოყენებული. ეს თავი დაპირველად იყო ასეთი წინაპირობა კომპოზიტორის მიერ რობერტ სტურასთან მიწაყენებული. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამ თვალსაზრისით ტექსტუალური თვალსაზრისით მონაკვეთი არის ამ ოპერის ფინალი, სადაც გაიჟღერებს ბიბლიური სიტყვები. პერიფრაზირებული სახით, პირველი იყო გალობა და გალობა იყო ღმრთის თანა და თავად ღმერთი იყო გალობა. და ამ სიტყვების გაგონებაზე ოპერაში სხვა ენაზე, იტალიურად, ფრანგულად, ინგლისურად თუ მკვდარ ენაში უნდა უგზეთ ისმის ცალკეული ფრაზები, სიტყვები, ტექსტი ბოლოში თითქოს დაბადება ამ ქართული ტექსტისა. აი, ჟუანტელს გიulis ადამიანს და რომ გესმის ეს ყველაზე დიდი თითქოს საკრალური მნიშვნელობის ფრაზები, აი ესე ქართულ ენაზე, ამ საერთაშორისო დონის თეატრის სცენაზე ძალიან ემოციური ესეთი მომენტი იყო, რომელიც განვიცადე მე და ალბათ იქ ყოფნა სხვა შესაძლებელია ქართულმა განსაკუთრებით მაყურებელმაც. ნათია 26 წლის შემდეგ დაიდგა ოპერა გერმანიის ოპერის სცენაზე 26 წლის ინტერვალით. როგორ შეაფასებდით იმ ფაქტის მნიშვნელობას, რომ სწორედ 26 წლის შემდეგ გაცოცხლდა ეს დადგმა და გახდა ისევ აქტუალური? პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს იმიტომ რომ ეს ამ პროექტის დამსახურება, ამიტომ ეს პროექტის დიდი ნაწილი არის ეს მეცნიერული ნაწილიც და მეცნიერ მკვლევარებს უკვე აქვს ფაქტიურად ეს მონახაზი იმ ოპერებისა, რომლებიც ამ პროექტში შევიდნენ. ეს ოპერებია, რომელიც გერმანული 1933-45 წლის პოლიტიკური მოვლენების შემდეგ საოპერო თეატრის სცენებზე დაიდგა და სხვადასხვა მიზეზის გამო გაქრა სცენიდან. და ესეთი ოპერაც რა თქმა უნდა თავისი მაღალ მხატვრულ ნიმუშად და ძალიან საინტერესო ამ ჟანრის ნიმუშად მოიაზრება გიაყანჩელის ოპერა. მაგრამ ამასთან ერთად რა თქმა უნდა ის რომ სწორად აი ეხლა პირდაპირ ერთ-ერთი პირველი ამ პროექტში, ანუ ფაქტიურად თუ არ ვცდები 5 თუ 6 ოპერა აქვს თუ ამ პროექტის ფარგლებში განხორციელებული. და ის რომ ეს ოპერა უკვე შემდეგი დადგა რიგში, რაც რა თქმა უნდა ის თემის აქტუალურობის გამოც. ის რომ აი ეს ომის თემა, რომელიც ფიგურირებს ამ ოპერაში, მაგრამ უფრო ზოგადად ეს სიურეალისტურ პლანში იყო და ეხლა კი გადაიქცა ძალიან რეალურ თემად. და ის რომ ამ რეჟისორმა ესე წარმოადგინა, სწორედ ალბათ ერთ-ერთი ისეთი მიზეზია იმისაც, რომ ეს ოპერა სწორედ ამ პროექტის ფარგლებში უკვე ამჟამად მომენტისათვის შევიდა და საკმაოდ ესეთი შტამბეჭდავი სახით გამოვიდა მისი ხორჩიესხმა რეჟისორული ჩანაფიქრით. ნათია, უღრმეს მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. ეთერში გვერდთვებოდა მუსიკისწოდნობის დოქტორი, გიაყანჩელის ოპერის შესახებ დისერტაციის ავტორი ნათია დეკანოსიძე. ახლა კი ეთერში გვერდთვება რეჟისორი მაქსიმ დიდენკო, რომელიც წარმატებით მუშაობს გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის თეატრალურ სცენებზე. ბატონო მაქსიმ, მოგესალმებით, მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. როგორ ჩაერთეთ ამ პროექტში და როგორ იყო თქვენი პირველი შთაბეჭდილებები ამ ოპერის მოსმენისას? Замечательный драматург этого театра. მე დამიკავშირდნენ ბონის თეატრიდან. ამ თეატრის შესანიშნავ დრამატურგს მოუვიდა ეს იდეა და გამომიგზავნა შემოთავაზება. უარის თქმა ვერ შევძელი. ბავშვობიდან დიდი გულშემატკივარი ვარ ყანჩელის და არ ვიცოდი რომ მან ასეთი შესანიშნავი ოპერა დაწერა. გუშინ იყო პრემიერა და ბევრი ადამიანი იღებდა ამის ორგანიზებაში მონაწილეობას და სანახავადაც ბევრი მოვიდა და მგონი ძალიან კარგი, ბედნიერი საღამო გამოვიდა. Вчера была премьера. რა თემები იყო თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ დადგმაში, რომელზეც გსურდათ მაყურებლის აქცენტირება, ყურადღების გამახვილება? Писал в партитуре, в нотах. გიამ დაწერა პარტიტურაში ყველაფერი ნოტებშია. რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა ცენტრი ამ ნაწარმოებისა არის ბავშვთა გუნდი. ბავშვები განიცდიან ომს და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მეჩვენებინა ის თუ რისი გაკეთება შეუძლიათ ზრდასრულებს და რა ღირებულების გაზიარება შეგვიძლია ბავშვებთან, რომლებიც აკვირდებიან მსოფლიოს ნგრევას და იმას თუ რა ხდება ახლა. როგორ ხედავენ ამას ბავშვები და როგორი მომავალი გველის? Какие ценности мы можем разделить? რატომ გახდა ეს ოპერა ისევ აქტუალური? Гия как будто бы в 84 году смотрел в будущее и სამწუხაროდ როგორც ჩანს, გია 84 წელს ხედავდა მომავალს. სპექტაკლი იწყება იმით, რომ თეატრში ვარდება ბომბი და ნანგრევებიდან ისმის ბავშვების ხმა, რომლებიც დავიწყებულ, გამოგონილ ენაზე მღერიან. თითქოს ყველა არსებული ენა დაავიწყდათ. ხომ ყველანი ვკითხულობთ ახალ ამბებს. ერთ ომს მეორე მოჰყვება. სამწუხაროდ ეს ყველაფერი ძალიან აქტუალურია.